მოგესალმებით ჩემი ბლოგის მაყურებლებო და გამომწერებო. დღეს მინდა შემოგთავაზოთ მოკლე ბლოგი, რომელი მოკლე ბლოგი შეეხება ჩვენი ერისთვის არსებულ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პრობლემას, ამიტომ ყველას მინდა გთხოვოთ, ვინც ამ ვიდეოს ნახავთ, არა მარტო გააზიაროთ ეს ვიდეო, არამედ თავათაც მიიღოთ მონაწილეობა, იმიტომ რომ მე არ მეგულება საქართველოში ჭკუათმყოფელი ადამიანი საშუალო და დაბალი ფენის, რომელიც ამ ყველაფრის წინააღმდეგი იყოს. საქმე ეხება საქართველოში არსებულ ძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემას, რომელიც 33 წელიწადია ერს აწუხებს, ტანჯავს, მაგრამ ამაზე არავინ არ ლაპარაკობს. საერთოდ საქართველოში 33 წელიწადია პრობლემების მეტი და მიტინგების მეტი არაფერი არ ხდება, მაგრამ ის მთავარი პრობლემებიც ქართველი ერისთვის არის ტერიტორიული მთლიანობა, დემოგრაფიული კოლაფსი და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა რატომღაც არავის არ აწუხებს. მოკლედ, დღევანდელ ბლოგში, რომელსაც ახლა თქვენ ნახავთ, აღწერილი არის ამ კატასტროფული პრობლემის არსი და ამ პრობლემის მოგვარების მარტივი გზა. გამომდინარე იქედან, რომ ნაცია თუ ქოცია, რო კითხო ყველა ევროპაში გარბის და ერთი მეორეზე უკეთესი ევროპელები არიან თურმე, ხოლო ჩვენ ერს გვამადლიან, რომ მათ მიერ გატარებულმა რეფორმებმა ეკონომიკური სიკეთე მოუტანა ქართველ ერს. მინდა გავახსენო, რომ საქართველოში შუა საუკუნების ევროპული მეთოდი, დაკანონებული მონობა არც ერთ მათგანს არ შეუცვლია. რადგან 1999 წელს ედუარდ ამბროსევიჩის დროს მიღებული კანონი მინიმალური ხელფასის შესახებ, რომელიც 20 ლარით იქნა განსაზღვრული, აგერ 26 წელიწადია სამამთავრობამ, რომელიც გვიმტკიცებს, რომ ევროპული ღირებულებებისთვის იბრძვის, დღემდე არ შეცვალა. და 26 წლის წინ მიღებული მინიმალური ხელფასის ცნებით ცხოვრობს საქართველო დღეს. ამიტომ ჩემოკარგებო, ნახეთ ეს ბლოგი ყურადღებით. არის პიროვნება თემო ბოკელავაძე, რომელიც იწყებს ხელმოწერების შეგროვებას, რათა საქართველოს პარლამენტში იქნას ინიცირებული კანონი, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს და რეალურად ქვეყანაში დაკანონებულ მონობას აკანონებს მისი ცვლილების შესახებ. ბევრი არაფერი არაა საჭირო. საჭირო არის ამ ბლანკის ჩამოტვირთვა, თქვენს ირგვლივ ხელმოწერის გაკეთება, ვინც ამ ყველაფრის თანახმა ხართ და მეეჭვება საქართველოში არსებობდეს ადამიანი, რომელსაც ხელფასის გაზრდა არ უნდა, მით უმეტეს ამ კატასტროფულ მდგომარეობაში, უბრალოდ შეავსოთ და ამ პიროვნებას მიაწოდოთ. დანარჩენი კი ტექნიკური საკითხი არის. პარლამენტში და პრეზიდენტთან აღნიშნული კანონის დაინიცირება. ნახოთ საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნაზე როგორი რეაქცია ექნებათ ევროპული კრიტერიუმებით მაცხოვრებელ ქოცებს თუ ნაცებს. ახლა როდესაც იძახით, რომ გვეშველება რამე ნაცის და ქოცის ხელში ვართ. 33 წელიწადია ხო ირჩევთ ამ მთავრობებს და არაფერი სიკეთე არც ერთს არ მოუტანია. აი, თუ თქვენ არ მიიღეთ მონაწილეობა რამეში, არც არასდროს არ მოიტანენ სიკეთეს. ამიტომ ნახეთ ახლა ეს ბლოგი და ბოლოში დაგიტოვებთ კოორდინატებს ამ ადამიანის. 40,000 გამომწერი მყავს Facebook-ზე, 35,000-ზე მეტი მყავს YouTube-ზე და მაინტერესებს ერთი ამ ინიციატივას რამდენი გამოეხმაურებთ.
იცით თუ არა რომ 1999 წლის 4 ივნისის შემდგომ მინიმალური ხელფასი დაწესდა 20 ლარი და მას შემდგომ უკვე 26 წელი გავიდა და არაფერი შეცვლილა. რასაც ბუნებრივია, დამსაქმებელთა უმეტესობა დასაქმებულებთან მიმართებაში ბოროტად იყენებს და სთავაზობენ მონურ ანაზღაურებას. მას ასე მინდა წარმოგიდიოთ კიდევ ერთი ახალი პროექტის სახელწოდება გახლავთ არა მონობას, რის შემქმნელიც მთავარი ხელმძღვანელიც მე გახლავართ თემური ბოკელავაძე. პროექტი არა მონობის მთავარი მიზანი გახლავთ მინიმალური თვიური და საათობრივი ანაზღაურების დადგენა და დაწესება. თვეში ვითხოვ 800 ლარს, ხოლო საათში ვითხოვ 8 ლარს. თვეში 800 ლარი ეს არის ერთგვარი დაზღვევა. დაზღვევა დასაქმებულების დამსაქმებელთა მიმართებაში, იმიტომ მე ძალიან ბევრი ადამიანი მინახია, ვისაც 375, 480, 525 და 800 ლარზე ნაკლები ქონებია ხელფასი და ეს უნდა იყოს ერთგვარი დაზღვევა. ასევე 800 ლარი ყოველ ერთი თვეზე რო გადავანაწილოთ, საშუალოდ გამოდის 26 ლარი, რაც ვფიქრობ არსებობისთვის ნორმალური თუ არა მინიმალური მაინც არის. ასევე მინდა ამ პროექტის მთავარი მიზანი რეალურად კი რაც გახლავთ არის საათობრივი ანაზღაურების დაწესება საათში 8 ლარის ოდენობით. საათში 8 ლარის ოდენობა პირდაპირ მნიშვნელობით მოდი ავხსნათ და დავთვალოთ ერთად. 40 სამუშაო საათი უნდა გავამრავლოთ კვირების რაოდენობას და თვეში, ანუ 4-ზე, და 40 ჯერ 4 არის 160. 160 უნდა გადავამრავლოთ უკვე საათობრივ ანაზღაურებაზე 8 ლარზე. მივიღებთ 1280 ლარს. რაც ვფიქრობ ნორმალური არის პირველი ეტაპისათვის. ერთი შეხედვით ძალიან ბევრი თქვენთანგანი შეიძლება შევამედაოთ, რომ თემო უფრო მეტი უნდა იყოს ანაზღაურება ქვეყანაში, მაგრამ სურს ძალიან მარტივად, გულწრფელად გითხრათ, მე ციფრებზე მანიპულირებას არ ვაპირებ და თქვენს მოტყუებას არ გპირდებით, რომ 2, 3, 4, 5 1000 უნდა იყოს მინიმალური ხელფასი თვეში, რასაც ძალიან ბევრი გატყუებთ ხოლმე. უნდა გავითვალისწინოთ აი ამ კონკრეტულ სიტუაციაში ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა. ამასთანავე, მე ჩემ თავთან მქონდა ერთადერთი არა, მაგრამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კითხვა. მე უნდა მომეთხოვა ისეთი ანაზღაურება და ისეთი საათობრივი ანაზღაურება პირველ რიგში, რომ არ მომხდარიყო ამ ანაზღაურების დაწესების შემდგომ ხალხის შემცირება სამსახურებში. ანუ მაგალითის სახით რომ აგიხსნათ. თუ ნებისმიერ ობიექტს ყავს 100 თანამშრომელი, მე უნდა მომეთხოვო ისეთი ხელფასის ოდენობა, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით არ იქნებოდა მიზეზი ხალხის შემცირების და ამასთანავე მე ამ შემთხვევაში ვიფიქრებდი, რომ ეს პროექტი არ გამოვიდა. თუნდაც კანონში ჩაწერილი იყო ეს ყოველივე. ანუ მე ვითხოვ ისეთ საათობრივ ანაზღაურებას, რომელიც მაქსიმალურად დათვლილი არის ეკონომიკურად, გათვლილი არის ყველა სამსახურზე და ვფიქრობ საათში 8 ლარი არის სუმცირე, აუცილებლობა და დრო ამაზე ვიფიქროთ. აქვე მე გულწრფელად მინდა მადლობა გადავხადო იმ ადამიანებს, ვინც ამ თემასთან მიმართებაში წლების განმავლობაში ხმას იღებდნენ და ძალიან ბევრ მათგან შორიდან ვიცნობ. ვაფასებ თქვენ შრომას, და თქვენი შრომა რომ არა, შეიძლება მე დღეს ამაზე არც მეფიქრა. ამიტომაც არის რაღაცები, რასაც ვიდეოში ვერ ვსაუბრობ, მაგრამ ყოველ თქვენგანი შრომას ვაფასებ და თუ სრული გექნებათ, შეგიძლიათ შევამეხმიანოთ, პირადში გავიაროთ დეტალები და ერთად შევუდგეთ ამ საქმეს. მაგ რაღაც მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, მომგებიანი სვლა, რაშიც აუცილებლად დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქმედი მთავრობა გამოყვება და ამ ყოველივეს დააწესებს. ქვეყნის მთავრობისგან მჭირდება მხოლოდ და მხოლოდ ამ კონკრეტულ პროექტში ჩაწერა კანონმდებლობაში, რომ თვეში უნდა იყოს მინიმუმ 800 ლარი, ხოლო საათში უნდა იყოს 8 ლარის ოდენობა. დადგენილი კანონმდებლობით. რაც ერთგვარად ამოასუნთქებს ადამიანთა დაახლოებით, რაც მე დავთვალე, 1,150,000 ადამიანს ემეც ხელფასის გაზრდის თვალსაზრისით. მაშასე გადააზიარეთ მაქსიმალურად ჭირდება ხელმოწერების აგროვებაში დახმარება და ჯერა წელს 2025 წელს ეს პროექტი გამარჯვებით რომ დამთავრდეს და 1999 წლის 4 ივნისიდან უკვე 26 წელი გავიდა
და მოდი შევცვალოთ. მოკლედ, ვინც ნახეთ ეს ბლოგი, ალბათ შეუძლებელია არ დაეთანხმოთ ამ კანონ პროექტის ინიციატორს და რა თქმა უნდა მე ამ ბლოგის ავტორს, რომ ეს აუცილებლად შესაძლებელი არის ქვეყანაში. საამისოდ ყველანაირი პირობა არსებობს, რადგან როგორც გვესმის, თურმე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, განსაკუთრებით ბოლო 3 წელიწადია და ქვეყანაში უკეთესი მდგომარეობა. ახლა შენ ვინც ამ ბლოგს ნახულობ, თუ არ გექნება სურვილი ამ ყველაფერში მონაწილეობა მიიღო, მერე ნუ დააბრალებ სხვას, რომ თურმე შენი ბედნიერებისთვის და შენი სიკეთისთვის არ იმრწვის. იმდენად სულელი და რეგვენი არ უნდა იყო ადამიანი, რომ 33 წელი ხედავდე შენ ქვეყანაში რა ხდება და რამდენიც არ უნდა ხაზოთ არჩევნებში ნაცი და კოცი ამ რეალობას რო არ შეგიცვლით, ამდენს უნდა ხვდებოდეთ. და თუ შენ მაინც არა გაქვს სურვილი მიიღო მონაწილეობა ამ ყველაფერში, მინიმუმ ვიდეო გააზიარო, მაქსიმუმ ლანკი ჩამოტვირთო და ხელი მოაწერიო შენ ირგვლივ ადამიანებს, ვინც ეთანხმება, რომ მინიმალური ხელფასი უნდა შეიცვალოს საქართველოში. და თუ ამას არ გააკეთებ, მაშინ ხარ ნაცის, კოცის და თვეში 20 ლარიანი ხელფასის ღირსი. სხვათა შორის მე თუ გითხრა, მაგის ბევრი არის იმ ადამიანისთვის, ვისაც ამაზე რეაქცია არ ექნება. ახლა კი ვისაც გაქვთ სურვილი ამ პიროვნებას დაუკავშირდეთ, შეგიძლიათ ნახოთ ეს მისი Facebook გვერდი არის. ეს კი მისი მობილური ტელეფონი. ახლა ვისაც გაქვთ სურვილი, მიიღეთ მონაწილეობა და სამოქალაქო აქტივიზმით ნაცის და კოცის გარეშე შევცვალოთ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა. თუ არა და როგორც იბრძვი შენი ქვეყნისთვის, ისე ცხოვრებას იმსახურებ. კარგად ბრძანდებოდეთ.